გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ესე იგი ჩვენ ვიმეორებთ წინა გაკვეთილზე რაც ვისწავლეთ იმას, წინა გაკვეთილზე ჩვენ ვისწავლეთ sein, haben, ამ ორი ზმნის უღლება ვისწავლეთ ახლანდელ დროში და ასევე წარსულ დროში, ორივე ამ ზმნის უღლება. და დღეს ესე იგი ჩვენ უნდა გავიმეოროთ აი ამ ორი ზმნის ფორმები. და ამაზე უნდა შევასრულოთ სავარჯიშო, ანუ გვექნება სავარჯიშო დავალება გვექნება. ახლა ეკრანზე თქვენს ხედავთ ჩვენს დავალებას, უნდა წავიკითხოთ და უნდა შევასრულოთ აი ეს დავალება. ნახეთ აქ რა ხდება. ესე იგი, მეგობრებო, აქ არის მოცემული აი ამ ორი ზმნის ფორმა, ანუ sein და haben, ამ ორი ზმნის ფორმა, ვისაც წინა ვიდეო ნანახი გაქვთ, გეცოდინებათ უკვე sein, haben, ორივე ამ ზმნის უღლება, თუ როგორი იუღლება ეს ორი ზმნა და ჩვენ აი ეს საჭირო ფორმა უნდა ჩავსვათ, იქ გამოტოვებულ ადგილებში უნდა ჩავსვათ და ეს ტექსტი უნდა შევასრულოთ. მოდით წავიკითხოთ მაშინ. ესე იგი, das war meine Familie vor 30 Jahren. Das war ეს იყო meine Familie, ჩემი ოჯახი vor 30 Jahren, ანუ 30 წლის წინ. აქ რა წერია vor 30 Jahren წერია, ანუ 30 წლის წინ. წარსულია ხო? ამიტომაც ნახეთ das war არის ჩასმული აქ, ანუ ეს იყო. Das hier ist meine Schwester. ეს აქ არისო ჩემი და, meine Schwester. არის აქ ist არის ჩასმული. Sie war da 4 Jahre alt. აქ ის იყო 4 წლის. აქ სურათზეა საუბარი, ანუ სურათს უყურებს და მაგაზე საუბრობს. Und sie Geburtstag. აი ახლა აქ რა უნდა ჩავსვათ? Und da sie Geburtstag. მას დაბადების დღე ჰქონდა უნდა ჩავსვათ, ხო? მას დაბადების დღე ჰქონდა. ჰქონდა როგორ არის წარსულში? Hatte. Haben მისი უღლება თუ გახსოვთ, წინა ვიდეო ვისაც ნანახი გაქვთ, haben მისი უღლება წარსულში როგორ არის? მას ჰქონდა იყო sie hatte, an er hatte, an es hatte. აქ გოგოზეა საუბარი, meine Schwester, ჩემი დაო, ამბობს, ამიტომ იქნება sie და იქ უნდა ჩავსვათ hatte Geburtstag. ანუ მას ჰქონდა დაბადების დღე. Sie hatte Geburtstag. Und das meine Eltern. და ესენი ჩემი მშობლები. აქ რა უნდა ჩავსვათ? არიან, ხო? ესენი არიან ჩემი მშობლები. არიან როგორ არის გერმანულად? sind. Das sind meine Eltern. ესენი არიან ჩემი მშობლები. აქ უნდა ჩავსვათ sind. Mein Vater 28 Jahre alt. მამა ჩემი 28 წლის. 28 წლის იყო, ხო, ამ სურათში, ამ სურათზე. ამ სურათში იყო 28 წლის. ანუ მაშინ მაგ დროს, როცა ჩვენ ეს სურათი გადავიღეთ, მამა ჩემი იყო 28 წლის. იყო, იქნება mein Vater war უნდა ჩავსვათ, ანუ იყო. Mein Vater war 28, ანუ 28 Jahre alt წლის. Und meine Mutter 25 და დედა ჩემი 25-ის იყო. ისევ war უნდა ჩავსვათ. ანუ იქნება meine Mutter war 25. გავაგრძელოთ. Meine Eltern ein Restaurant auf dem Land. ანუ ჩემს მშობლებს სოფელში რესტორანი ჰქონდათ. როგორ არის გერმანულად? hatten. ნახეთ, მაღლა სხვათა შორის არის მოცემული hatten. ანუ იქნება, აქ უნდა ჩავსვათ ჩვენ hatten, იქნება meine Eltern hatten ein Restaurant auf dem Land. Und wer das? და wien es? wien არის es? უნდა ჩავსვათ ხო? ანუ არის როგორაა გერმანულად? ist. Und wer ist das? და wien არის es? Wer ist das? Wien არის es? Na, das აქ უნდა ჩავსვათ bin. Das bin ich. Es მე ვარ. Bin ich. მე ვარ როგორ არის გერმანულად? Ich bin, ხო? აქ უნდა ჩავსვათ bin. Das bin ich. ანუ es მე ვარ და ich 6 Jahre alt. აქ 6 წლის ვიყავიო, ხო? ვიყავი როგორ არის გერმანულად? war. ანუ აქ უნდა ჩავსვათ da war ich 6 Jahre alt. აქ
მე 6 წლის ვიყავი. Und ich einen Hund Bello და მე ძაღლი. ძაღლი რა? მყავდა, ხო? მე მყავდა როგორ არის გერმანულად? Ich hatte. აქ უნდა ჩავსვათ hatte იქნება und ich hatte einen Hund Bello და მე მყავდა ერთი ძაღლი, რომელსაც ერქვა Bello, ხო? სახელად Bello. ეს არის სულ დღეისთვის, დღეს გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე, კარგად.